რაც შეეხება ჩვენი გადაცემის თემას, ნინო მჭედლური შემოგვიერთდა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმრით, მნიშვნელოვანი და აქტუალური ამბი. დილამშვიდობის ნინი. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აქტუალობას ხაზი გაუსვი და ნამდვილად დღევანდელი ჩვენი ცხოვრება განუყოფელია, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებისგან და შესაბამისად ყოველდღიურობაშიც ვიყენებთ მათ, თუ არ ვიყენებთ, მაშინ უახლოეს მომავალში მაინც მოგვიწევთ, რომ ფეხი ავუწყოთ და თანაცხოვრება შევძლოთ. ჩვენ ანონსში განვიხილეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტების კვლევა და მინდა რომ გაგაცნოთ ეს კვლევა. მათ გადაწყვიტეს, რომ გაამკაცრონ შეფასების სისტემა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 92% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ამაში არაფერია საგანგაშო, თუმცა ხო, რაში მდგომარეობს პრობლემა? ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა გამოყენების ხარისხი და რაოდენობა ასევე და თუ მაგალითად გასულ წელს, ანუ 2024 წელს ფიქსირდებოდა, რომ 66% იყენებდა, 2025 წლის მხოლოდ ამ ორ თვეში 10-დან 9 ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს. კვლევის ავტორი ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს ის დავალებები, რომელიც ეძლევათ სტუდენტებს ლექტორებისგან, ვინაიდან მათი მიცემული დავალებები მარტივად ასრულებს თავად AI. კი ბატონო. შესაბამისად, სტუდენტები აცხადებენ კი, რომ ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სტატიების შეჯამებისთვის, ასევე მოკლე, ასე ვთქვათ, შინაარსის გამოტანისთვის და მათ შორის ახალი კვლევისთვის იდეების მოძიებისთვისაც. სტუდენტები ასევე ამბობენ, რომ ყოველი მეხუთე უფრო სწორად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოთავაზებულ ტექსტს პირდაპირ წერს ნაშრომში, გამოვიყენებ სიტყვას კოპირებას. კი ბატონო. რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის შეშფოთების მიზეზი ბრიტანელი მეცნიერების, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა ზრდიდეს ადამიანის ვთქვათ განვითარებას და არა პირიქით უკახერხდეს და აფერხებდეს მას. ჩვენთან დღეს სტუმრად არის სწორედ ამ მიმართულების ვთქვათ სპეციალისტი ლიკა კურტანიძეა დილიდან. მადლობა სტუმრობისთვის. არის მონაცემთა მეცნიერების, ასევე ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი. თქვენ ყოველდღიურად ფაქტობრივად აწყდებით ამ პრობლემას, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტს არ აქვს საზღვრები და ის, რაც ხდება სხვაგან, ხდება ჩვენთანაც და მით უმეტეს დღეს ჩვენი თაობა, ახალი თაობა აქტიურად იყენებს AI-ს და აქ დაისვა კითხვა, რა გამოწვევის წინაშე დადგით თქვენ და სტუდენტები? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად დაგეთანხმებით და ვეთანხმები ბრიტანელ მეცნიერებსაც, რა თქმა უნდა, ამ კვლევაში და განსაკუთრებით, რომ აი ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ამ პროცესებმა ნამდვილად, იმიტომ რომ შარშან შეფასებებშიც გამოცდები, შუალედური გამოცდებისაც სხვა შედეგები გქონდა, წელს კიდევ უფრო სხვა. ამიტომ წელს მეტად გავამკაცრეთ ჩვენს პროგრამებზე, იმიტომ რომ კონკრეტულად ახლა ჩვენი მიმართულებით, აი პირდაპირ გეტყვით კოდსაც წერს, სრულყოფილ კოდსაც წერს პროგრამისტი, ასე ვთქვათ, დამწყები პროგრამისტის პოზიცია ნელ-ნელა ალბათ აღარც იქნება საჭირო. უბრალოდ იმის გადაკეთება უნდა შეძლოს ამაშია საქმე. ხო, ამიტომ ზუსტად ჩვენ გავამკაცრეთ. ნუ ეხლა ჯერ პირველ ეტაპზე მოვიფიქრეთ ესე უცებ, რომ პირდაპირ ჩაგვეპარებინა გამოცდა ინტერნეტის გარეშე, სადაც უკვე აღარ ექნებოდათ კონკრეტულ ჩატბოტებთან კომუნიკაცია სტუდენტებს. ზეპირი არ იყო, ნუ კონკრეტულად აუდიტორიაში დამკვირვებლებისთან, ინტერნეტის ზეწოდამა არ იყო და დამკვირვებლების თანდასწრებით წერეს ის კონკრეტული დავალება. დაგეთანხმები ასევე იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი წეღანაც ვახსენე, ანუ რუტინული საქმე უნდა ჩაანაცვლოს და ადამიანში უფრო მეტად წამოწიოს ინტელექტუალური საქმიანობა. დრო უფრო უნდა დარჩეს ინტელექტუალური საქმიანობისთვის ამის გამოყენების ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩაგვანაცვლოს, იმიტომ რომ ისეთი სიცხაფით ვითარდება, რომ საფრთხის შემცველიც არის ეს ყველაფერი. ამიტომ სანამ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენს განვითარდეთ მასთან ერთად, მანამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. აი, სადაც მას მივცემთ უკვე სადავეებს, აი მაშინ ანუ მოვიწყდება ჩვენი ადამიანების შექმნილია და ბევრი სიკეთე აქვს, როგორც აღნიშნეთ
აღნიშნეთ, ძალიან სწრაფად შეუძლია წამებში მონაცემების დათვლა, რაც არ არის, ასე ვთქვათ, აუცილებელი, რომ ჩვენ გავაკეთოთ, მასაც შეუძლია. რუტინულ საქმეში ძალიან გვეხმარება, ძალიან ზოგავს ჩვენს დროს. კი ბატონო. კი, ნამდვილად და ასევე რომ არ ჩაგვანაცვლოს და მე უფრო სხვანაირ ფრაზას ვიყენებ ხოლმე ასე დროს, არ ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ჩაგვანაცვლებს ისეთი ადამიანი, რომელმაც იცის ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია და ადაპტირებულია მასთან. იცით რა არის, ამისთვის არსებობს რეგულაციები. ჯერ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის, თუმცა ვიცი რომ მუშავდება ამ მიმართულებით. მუშაობთ, მაგრამ ევროკავშირმა, ერთ-ერთმა პირველმა თუ არ ვცდები, მიიღო რეგულაციები, რომ აი პირობითად თუ დააგენერირებს ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც ნაშრომს, თუნდაც პრეზენტაციას, აუცილებელია რომ მითითებული იყოს, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ასევე არ არის შეზღუდულია თუ არ ვცდები ბიომეტრიული მონაცემების ეს ადამიანის პირადი ინფორმაცია. დიახ, მხოლოდ სპეციალურ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია ისიც თავდაცვის სისტემებს რომ გამოიყენოს და კიდევ სხვა ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები ამ მასში ჩაშლილი და იმედი მაქვს რომ ჩვენც რახან კანდიდატის წევრი ქვეყანა ვართ აუცილებლად ამ რეგულაციას გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ რეგულაციები მნიშვნელოვანია. აქვე გაჩნდა კითხვა და ეს პრობლემა ხო არ მიემართება პრო ლექტორების მიმართულებით, ვინაიდან რადგანაც ვერ აუკრძალავთ სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი თქვენი კონკურენტი აღმოჩნდა, ვინაიდან რადგანაც უნდა მისცეთ ისეთი დავალება, რომელსაც მარტივად ვერ შეასრულებს AI. ჩვენ უფრო ახალ გამოწვევად ვიღებთ თქვენთან უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის CEO იყო პირველი, ვინც ეს საბაკალავრო პროგრამა შევქმენით და აკრედიტაცია წარმატებით გავიარეთ. მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის ძალიან ესეთი შიშები გვქონდა, რომ ვერ განვახორციელებდით, რაღაც სხვა გამოწვევების წინაშე ვიდგებოდით, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აი ფანტასტიკური პირველი ნაკადი მივიღეთ და ეს სტუდენტები არამც თუ ურთიერთქმედებენ ხელოვნურ ინტელექტთან, არამედ მას იყენებენ უკვე სხვადასხვა სტარტაპ პროექტებით შექმნეს. თვითონვე იყენებენ და აშენებენ ხელოვნურ ინტელექტის სისტემებს, მაგალითად რაღაც voice assistant-ი გააკეთეს სასტუმროებისთვის და მოიგეს კონკრეტული საგრანტო თანხა და ასე შემდეგ. ანუ პირველივე კურსიდან ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და რა თქმა უნდა, ხა ასეთ სტუდენტს ვერ აუკრძალო, რომ მოდი შენ არ გამოიყენო. მან უკვე გამოყენება კი არა, მისი სხვადასხვა სისტემებში ჩაშენებაც იცის და ამის სტარტაპად ქცევა შეუძლიათ უკვე. ამაში ჩვენც ხელს უწყობთ და ერთ-ერთი მაღალ ტექნოლოგიური ლაბორატორიაც გავაკეთეთ უნივერსიტეტში. და როგორ ურთიერთობთ თქვენ ერთად? მაგალითად შეიძლება რომ დავალება მოამზადოს ისე არა თავად არამედ გააკეთებინოს ხელოვნურ ინტელექტს. კი, მე მქონია ასეთი შემთხვევაც, ანუ მიმიცია, რომ ვიცი რომ აუცილებლად გამოიყენებს. თუნდაც პრეზენტაციის აწყობისას მე პირიქით ვეუბნები, რომ როდესაც საპრეზენტაციო მასალას პროექტი უნდა წარადგინო და აწყობ, ფოტოებს კი მოძებნით სადღაც ვიღაცისას კი წამოიღებ, დააგენერირებინებთ ასე საავტორო უფლებებსაც აირიდებთ თავიდან, ხო? ან კონკრეტული ამოცანა თუ არის ამოსახსნელი და ვიცი რომ ამას აუცილებლად გამოიყენებს და მასაც კითხავს, ვეუბნები რომ მოდი ანალიზი გააკეთე, აბა შენ ამ მოხსნილს და იმ მოხსნილს შორის. ანუ აუცილებლად შესაძლებელია სხვადასხვა აუცილებელიც არ შესაძლებელი არა მეთოდების, შეფასების მეთოდების მოძებნა, ამაზე ვფიქრობთ ყოველდღიურ რეჟიმში, როგორ შეიძლება გადაკეთდეს კონკრეტული შეფასების სქემები, რომ ხარისხი არ დავკარგოთ, რა თქმა უნდა. საინტერესო ასევე რამდენად ხვდებით თქვენ თავად ლექტორები, როდესაც არა კეთილსინთეზიერად არის გამოყენებული სტუდენტის მხრიდან ხელოვნური ინტელექტი. თუ აისახება ხოლმე ეს ძირითად შემთხვევაში ნაშრომზე. საკმაოდ ცხადია ხოლმე, ძირითად შემთხვევაში ცხადია ხოლმე იმ ლექტორისთვის ალბათ, ვინც ასე აქტიურად იყენებს სხვადასხვა ჩატბოტებს, იმიტომ რომ ის კონკრეტული ენით საუბრობს, კონკრეტულ ტერმინოლოგიებს იყენებს. სასაუბრო ენა არის უკვე თქვენთვის ცნობილი. კი, ანუ ტერმინებიც კი ცნობილია, სხვადასხვა ჩატბოტებს სხვადასხვა ტერმინი აქვს, რომელსაც ხშირად იყენებს. ამიტომ ეს მარტივი ამოსაცნობია ხოლმე. რაც შეეხება საპრეზენტაციო პლატფორმები არსებობს, რომელსაც ძირითადად იყენებენ, ესეც ხან ავიწყდებათ ხოლმე იმ პლატფორმის ნიშანი, იმასაც კი ტოვებენ ხოლმე და ისე გამოაქვს.
ხო, ეს ტექნოლოგიების სფეროსაც შეეხება მეტად თავად თქვენიყენებს, მაგრამ თუ ეს უფრო მეტად ჰუმანიტარებს ეხებათ და შეუძლიათ კითხონ ახალი იდეა მომაწოდე, ხო, აი ეს მაგათთან. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მიხვდეს, როცა ავალებ, რომ იყოს ხელოვნური ინტელექტი, კრეატიული და იფიქროს შემოქმედებითად. მე ვფიქრობ, რომ და ჩვენ უნივერსიტეტში ხშირად ვატარებთ ასეთ ვორქშოპებს პროფესორ მასწავლებლებისთვისაც, სკოლის მასწავლებლებისთვისაც, რომ შეძლონ მათ თუნდაც ამოცნობა, აი სხვადასხვა პლატფორმები, როგორ რას წერს, მაგათაც როგორ ხსნის ამოცანას, როგორ წერს კოდს თუნდაც. ასეთ ვორქშოპებს ვატარებ და ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ინსტიტუციაში. აქ თუ გაგვიზიარებთ რაიმე ხრიკს, ასე ვთქვათ. ამოცნობის. ხო, ახლა ჩემი მიმართულებით არის სხვადასხვა ხრიკები, მაგრამ სხვა მიმართულებით ჟურნალისტები. ხო, მე სტუდენტებს ვიხდები. კარგი, მაშინ კონკრეტული ტერმინები არის, რომელსაც იყენებს კონკრეტულად ჩატბოტები, სხვადასხვა. ჩვენ როგორც ჩავეძიეთ. ყველამ რო ვიცოდეთ, ეს ტერმინები არ იყოს ჩვენთვის უცხო და აუცილებლად. კი ბატონო. აი სტუდენტების მხრიდან რა შეიძლება რა რჩევებს გაგვიზიარებდით, როგორ გამოვიყენოთ ისე რომ მაგალითად გარდა იმისა რომ დავზოგოთ დრო, ასევე უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ და პირდაპირ არ გადმოვიტანოთ ის ტექსტი, არ დავაკოპიროთ. ჩვენთვისაც ნაყოფიერი რომ აღმოჩნდეს მასთან ურთიერთობა. კი, ანუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა დააგენერიროთ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გადააკეთოთ. აი ერთი ამას გეტყვით, აუცილებლად უნდა მოარგოთ. მე ერთხელ ვცადე სამოტივაციო წერილი რომ დაეწერა. ჩაუგდე ჩემი ყველანაირი მონაცემი, მაგრამ ვერანაირად ვერ აღწერა ჩემი мотиваცია რეალურად რაც იყო. გამოიჭირეთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი შაბლონურად ამიგო სამოტივაციო წერილის შაბლონი, მაგრამ მაინც ჩემი ჩავწერა იქ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი რეალური мотиваცია ვერ დაინახა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ შეიძლება რაღაც შაბლონურად აწყობინოთ, თუნდაც თეზისი და შემდგომ აუცილებლად მისი ჩასწორება მოგიწევთ. თუ გინდათ რომ რეალურად თქვენი ნამუშევარი იყოს. ბოლომდე არ ვენდოთ. ვინაიდან სტუდენტებზე ვსაუბრობთ, საბოლოო მიზანი არის რომ მათ იპოვონ ადგილი დასაქმების სფეროში, დასაქმდნენ და იყვნენ პროფესიონალები. ხო, აი ეს რამდენად გაუჭირდება ადამიანს და სტუდენტს, რომელსაც დაამთავრა უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტთან ერთად. მე გეტყვით ახლა დასაქმებას რაც შეეხება, ხელოვნური ინტელექტთან ალბათ ადაპტირდებიან და ადაპტირებულები არიან სტუდენტები ბევრად. ჩვენ უნივერსიტეტში ვატარებთ ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბაზრის კვლევას ამ კონკრეტული ჩვენი ტექნოლოგიების მიმართულებით, რა პოზიციები არის მილევადი და რა მოდის ახალი. და ზუსტად ახალი პოზიციები არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პოზიცია არის, რომელიც გლობალურ ბაზარზე გვაქვს, ეს არის AI prompt engineering, ანუ მოკლე როგორ უნდა კითხო სწორად ხელოვნურ ინტელექტს რომ მიიღოს ზუსტი პასუხი. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი პოზიცია და მონაცემთა მეცნიერი, რომელიც საქართველოში არ არის. ამიტომ ნებისმიერ შეუძლია რომ გადავიდეს ამ სფეროში, ისწავლეთ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა და განვითარდეთ. დავუმეგობრდეთ და დავიხმაროთ და არა რაღაც ჩვენს შემცვლელად გამოვიყენოთ საქმეში. კი ბატონო. თანახმავა. ამ შემთხვევაში თანახმავა ხარ? კი, ამის გააზრება ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია და ამას ემსახურება ალბათ მედიის როლიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აქტუალურ თემაზე და ხშირად ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომ მნიშვნელოვანია ადაპტირება გარემოსთან და ეს გარემო არის დღეს ტექნოლოგიების სფერო, თუ ვიცით რა შესაძლებლობები აქვს და როგორ გამოვიყენოთ სწორად, ნამდვილად ვერავის ჩაგვანაცვლებს. ჩვენ არ მივცეთ უფლება. ძალიან დიდი მადლობა.